მოკლედ. ესე იგი, ჩვენ მოკლედ პროდუქტების გვერდიც გვაქვს, მთავარი გვერდიც, ბლოგიც თავისი კატეგორიებით, უბრალოდ, ბლოგი რო დაემატება, კატეგორიებში შესაბამისად გამოჩნდება ავტომატურად ყველა about us-ი გვაქვს, contact us-ი გვაქვს. სოციალური ქსელებიც მიბმულია, სლაიდიც გვაქვს, მოკლედ ყველაფერი არის, გარდა ფუთერისა. ეხლა ფუთერში რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად უნდა დავამატოთ ჩვენ ახლა ეს ფუთერი. მთავარ გვერდზე, როდესაც ადმინით ვართ ჩვენ შესული, edit with Elementor-თან რომ მივიტანთ, აი აქ გვაქვს, ნახე, slide 1, slide 2, საიდანაც შეგვიძლია ტექსტების შეცვლა სლაიდებზე Elementor-ის საშუალებით და გვაქვს prefooter minimalisti. ესე ქვია, აბა prefooter minimalisti გავხსნათ ახლა ჩვენ. და შევხედოთ ახლა შიგნით რა არის. აი ეს არის, ანუ აი ეს ნაწილი არის ახლა აქ წარმოდგენილი. ეხლა რა ხდება? მოკლედ ეს ჩვენ ახლა არ გვინდა X დავაჭიროთ, წავშალეთ და აი აქ ხელმარჯვნივ, აი სულ ბოლოში, აი აქ რო დავაწვევით, აქ გვაქვს მოცემული სხვადასხვა ელემენტები. ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენ უნდა ვქნათ ის, რომ ერთი წამით აი აქ ავირჩიოთ უნდა footer-ი, აი footers. აჰა. აბა ეხლა ჩვენ როგორი footer-ი გვინდა? გადავხედოთ ეხლა. ესე იგი აქ ესენი არის. აჰა. ესე იგი ჩვენ ისეთი footer-ი გვინდა, სადაც კატეგორიებსაც ჩავსვავთ. როგორც პროდუქტის, ისე ბლოგის კატეგორიებსაც რო ჩავსვავთ თან. და აქ რა ვარიანტები არის? არა ეს არა. არა. მოდი ჩავსვათ ჩვენ აი ეს ვარიანტი. ხო, ეგეც უნდა ჩავსვათ. კი, ეგეც უნდა ჩავსვათ. აქ ფუთერში მე გვერდს ჩავსვამ თვითონ და ტექსტს შევიტანთ როცა გინდა. მოდი აი ეს ავიღოთ ეს ვერსია მაშინ ახლა ამ შემთხვევაში. ეხლა დაემატება ეს, ოკეი. ეხლა ზედა მხარე ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ ახლა shipping-ი და support-ი და online payment-ი აქ გვაქვს. ზედა მხარე წავშალეთ. კაი. ეხლა ეს მხარე. newsletter-ი არ გვინდა აქ. აჰა. პირველი ლოგო. ეხლა აქ უნდა ჩავსვათ ჩვენი ლოგო. ავიღოთ ეს. ეხლა აქ აი ნახეთ დაჭრილი არის. ეხლა აქ ხო წერია 232. 32 რახან წერია, იმიტომ მოჭრა მაგან. აქ 50 დავწეროთ. აჰა. ხო მერე? როცა გექნება, შევცვალოთ მერე ერთად რა პრობლემაა? როცა შენიტყვი, მაშინ შევცვალოთ. სიმართლე გითხრა, მაგეებში მე ლოგო არ მიკეთებია არასდროს, ყოველთვის დიზაინერს ვეწყობინებდი ხოლმე. ხო, მაგ აპლიკაციებით არ მისარგებლია მართლა ნამდვილად. გადავხედავ თუ რამე კაი solution-ი ვნახე. კიტყვი აუცილებლად. ეხლა ჩვენ აი აქ წამოვიღოთ უნდა ინფორმაციები footer-ში. ესე იგი, პირველი ინფორმაცია უნდა იყოს აი ხა მეილი. წამოვიღოთ აი აქ მეილი. წამოვიღოთ უნდა მისამართი. აი ეს ფონი არ გვინდა, მისამართი გვინდა. ოკეი. აი აქ პატარა description-ისავით აქ ამას პრინციპში მოდი ჩვენც გავაკეთოთ about-ში ხო რაღაც ტექსტი გვაქვს და პატარა ტექსტი ავიღოთ.
მო დგეს აი ეს ავიღოთ მაშინ პირდაპირ. Welcome home-იც მივამატოთ. აბა ვნახოთ როგორი გამოვა ესე. welcome home-ი ანუ ძალიან დიდი დაშორება. ძალიან დიდი ის გამოდის ხვდები. აი ასე. ეხლა აქ social ქსელებში follow მივცეთ, აჰა, ასე და აი აქ სტილი შევუცვალოთ. აი ესე იყოს დასტოინად. ოკეი, აქ ეს მხარე გვაქვს. ეხლა მარჯვენა მხარე our stores არა ეს ნაწილი არ გვინდა, არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა აქ. აქ ეს რა არის? აბა და menu ანჩუ mega menu აბა ჩავსვათ შევხედოთ. აჰა. მენიუებში ესე იგი რა გვაქვს? footer menu, აი ხო გავაკეთეთ ჩვენ უკვე ეს footer menu. აი, სადაც terms and conditions არის. შვენიერი. ეხლა აქ დავწეროთ navigation და ეს წავშალოთ. აჰა, ნავიგაცია ჩავსვით. შემდეგი დავწეროთ menu mega menu widget-ი ავიღოთ. ეხლა აქეთ ჩავსვათ ეს. შემდეგი არის კატეგორიის category menu კი ბატონო. და აქ დავწეროთ our blog. ეს ხო ბლოგის არის. თუ არა, კაცო. პროდუქტია. Products. ოკეი. და დაგვრჩა ბლოგი მაშინ, ხო? ეგრე გამოდის. ბლოგი რო დაგვრჩა, აბა ნახოთ აქ რა გვაქვს. Main menu for mobile არა, footer menu არა, main menu for PC bottom არა. აჰა. ცალკე ბლოგის მენიუ გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი. უშუალოდ ბლოგის, იმიტომ რომ ნახე აქ მთავარ მენიუში გვაქვს ბლოგი და მერე ესე გვაქვს. და აქ ნახევარი გვაქვს ბლოგის კატეგორიების. ცალკე ბლოგის ესე მენიუ არ გვაქვს. გადავიდეთ მენიუში, აქედანვე არის მენიუ. გადავიდეთ ჩვენ duplicate menu-ში, დავადუბლიროთ. და დავადუბლიროთ რომელი იცი? main menu for PC. ხო? და დავარქვათ blog menu. duplicate menu. წავედით მენიუებში. ეხლა აქ blog menu გვაქვს. და ეხლა რას ვიზავთ? ზედმეტები წავშალოთ უბრალოდ და ეგ არის. ეს და ეს. და თვითონ ბლოგიც სიტყვა ბლოგიც აქ უკვე აჰა. შვენიერი, save menus დავაჭიროთ. ეხლა აქ დავააპდეითოთ ეს გვერდი, რომ აღიქვას ეს ჩვენი ახალი მენიუ. ოკეი, აჰა. აქ ავიწიოთ ეხლა blog menu. აჰა. შვენიერი. და დავწეროთ our blog, მაგრამ მოდი რა ვქნათ, იცით? ეს our blog-ი გადავიტანოთ პირველზე. ნავიგაცია გადავიტანოთ ბოლოზე. აი ასე. ეხლა ეს გრძელია, ხო? მაგრამ რა უყურთ რომ გრძელია? მოიცადეთ ერთი წამი აქ title options-ი, title background-ი, general ერთი წამი
აჰა. აიცადე. ამოვიღოთ ბოლო 2? კაი. გადავიდეთ აქ. ბლოგ მენიუ და ამოვიღოთ მაშინ აი ეს. აჰა. 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 აბა ვნახოთ ახლა როგორი გამოვიდა ჩვენი ფუთერი. აი, ასეთია ჩვენი ფუთერი. აი, ასეთ. ანუ გვაქვს our blog-იც, გვაქვს products-იც, გვაქვს navigation-იც, terms and conditions და privacy policy-თ. privacy policy-ს რო დავაჭიროთ, აი აქ random ტექსტია უბრალოდ რა, რა ტექსტის გექნება, ჩვეულებრივად ჩავწერთ. აქაც ყველაფერი გვაქვს. ხო. ეხლა ეხლა ნახე აქ რა ხდება. აი ნახე აქ space-ი გვაქვს ჩვენ, თეთრი space-ი გვაქვს აქ. copyright-ამდე რა. აბა ეხლა ვნახოთ შეიძლება ეს არა. აქ ეხლა მე კოდი უნდა ვნახო. რატოა ეს space-ი აქ? თეთრი space-ი როა შუაში ხვდები ეს? რაღაც ამოვარდნილია. ამას ისე ვერ იზავ setting-იდან ეს კოდში უნდა ინახოს და ამას მე მივხედავ ეხლავე. არის რაღაცები, რასაც ესე setting-ებში უბრალოდ არ არსებობს მაგის setting-ი, ამიტომაც გვჭირდება ხოლმე მე კოდში ჩარევა. იცი რამდენი დეველოპერია, ვინც ეს კოდი საერთოდ არ იცის? და ეხლა რა დიზაინიც არ უნდა იყიდო, ნინო, ხო? მნიშვნელობა არა, ყველგან რაღაცა მაინც გჭირდება რა, რომ ყველაფერს setting-ები არ მოყვება სამწუხაროდ და შენ გემოზე რომ მოარგო, საჭიროა ცოტა ჩართვა. ეხლა ნახე, აი აქ ქვევით რომ ეხლა ეს ტექსტი წერია და payment-ი როა. ეხლა ჩვენ ხო არ გვჭირდება ეს payment-ის ისა და ეს ტექსტი სხვა უნდა იყოს, ხო? ეხლა რა შვებით? ზოგადად აი როცა არ იცი სად იქნება ეს setting-ი და საიდან შეცვალო, რახან woodmart-ი აყენია დიზაინი. ყველაფერი პირველ რიგში ჯერ woodmart-ში უნდა ვეძებოთ. ანუ გადავდივართ woodmart-ში და theme setting-ში. ეხლა სად გვინდა, ხო? გვინდა footer-ში რო შევცვალოთ. წავედით. ეხლა ვიპოვოთ footer-ი. აი, footer-ი ვიპოვეთ. და copyright-ი. აი აქ წერია ეგ ტექსტი. ოღონდ კოდი არის რა. აი ეხლა ეს არის payment-ის კოდი. არ გვინდა დავშალოთ და ეხლა ეს შევცვალოთ. ესე იგი აქ წერია base-ით ნა. კაი, ეხლა ჩვენ აქ გვინდა დავწეროთ ესეთი რაღაცა. მოდი მოიცადე, სადაც მიწერია უკვე. სადაც უკვე მიწერია. ყველა უფლება დაცულია. არა ესეთი არ მინდა, მოიცა? აი, ამის მაგალითს ავიღებ. ხო. კი ბატონო. ეს ფორმალობაა რეალურად რა. my home shelf. ეხლა ეს my home shelf უნდა გაილინკოს. ანუ ეს კოდი უნდა ავიღო მე აი აქედან. my home shelf-ი ჩავსვა აქ. და აქ უნდა გავწერო მე საიტის ლინკი. აი ასე. ოკეი და 24-ის ნაცვლად დავწეროთ 25. აი ასე. Save options და აბა ვნახოთ რა გამოგვივიდა. space-ი გვინდა აქ, space-ი ცოტა. მოდი ასე გავაკეთოთ. ერთი space-ი მივცეთ.
ეს მარცხნივ როლა მერე მოდი ცენტრში იყოს ეს ჯობია ამ შემთხვევაში, მაგრამ ხო, centered, აი ასე. ქეში გავწმინდოთ და აბა ვნახოთ საბოლოოდ რა მივიღეთ. მივიღეთ ეს. My home shelf or 5 alright reset. Okay, აქ ეს გვაქვს, ესენი გადადის, ესენი არის. ეხლა გადავხედოთ აქეთ ამ მხარეს. Okay. გასაგებია. ხო, მობილურშიც ხო, ყველა ვერსია არის. კაი, ეხლა რა მინდა იცი? მოიცე